ეროვნული საგანძურის 3 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა უნიკალურმა ექსპონატებმა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა. ოქრომჭედლობის 150 შედევრი და მითოლოგიური გმირების ქანდაკებები მილიონზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა. 4 სამუზეუმო ექსპონატს ლოს-ანჯელესის გეტი ვილას და მეტროპოლიტან მუზეუმში რესტავრაცია ჩაუტარდა. რა მდგომარეობაში დაუბრუნდა ვანის უნიკალური არქეოლოგიური ნივთები ეროვნულ მუზეუმს და როდის ნახავს ქართველი დამთვალიერებელი ამ ექსპონატებს, ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ეროვნული საგანძური 3 წლის შემდეგ კვლავ მიწაზე ბრუნდება, სადაც საუკუნეების განმავლობაში ედობინა. ვანის არქეოლოგიურ აღმოჩენებს ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილმა მუზეუმებმა უმასპინძლა. ექსპოზიციაზე ოქრომჭედლობის უნიკალურ ექსპონატებთან ერთად გვიანი ელინური ეპოქის სატაძრო ინვენტარიც გაიგზავნა. განიმედის და ზევსის გამოსახულების ლამფას, ეროტიულ ეროტებს და კიდევ ორ ქანდაკებას რესტავრაცია სწორედ ლოს-ანჯელესის გეტი ვილას და მეტროპოლიტან მუზეუმში ჩაუტარდა. ეს არის ერთი სასაქმეублო და 3 ლამპა, რომელიც გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო რესტავრაცია და ტექნიკური კვლევები ამ 4 ლამპისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2 ლამპის რესტავრაცია პირადად ჩემს მიერ მოხდა მეტროპოლიტენ მუზეუმში, ხოლო 2 ლამპის ლოს-ანჯელესის გეტი ვილას მუზეუმში. ეროვნული საგანძურის პირველი უცხოური გამოფენა 2007 წელს ბერლინში მოეწყო. ეს სწორედ ის კადრებია, როდესაც უნიკალური ექსპოზიცია მილიონზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა. გამოფენასთან ერთად სამეცნიერო კონფერენციები და საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდა. მომზადდა ექსპოზიციის ილუსტრირებული კატალოგები და წიგნები. გამოფენა პირველად მოეწყო ბერლინში, გერმანიაში, გერმანიის ერთ-ერთ უძველეს მუზეუმში, ალთეს მუზეუმში. აქედან გადაინაცვლა საფრანგეთში, ნიცასა და პარიზში იყო გამოფენა. ზოგიერთმა მუზეუმმა საგანგებოდ გამოფენას მიუძღვნა სამეცნიერო კონფერენცია და ამ კონფერენციებში ქართველი არქეოლოგების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი უცხოელი კოლეგებიც. გამოფენას ჰქონდა უდიდესი წარმატება მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში, როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოიცა შესანიშნავი კატალოგები ყველა გამოფენასთან დაკავშირებით. მე ვიტყოდი, რომ ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო უნიკალური შანსი ეთანამშრომლა უმნიშვნელოვანეს მუზეუმებთან. ოქრომჭედლობის 150 უნიკალური ექსპონატი სხვა სამუზეუმო ნივთებთან ერთად ჯერ კიდევ საცავშია. ტურნეზე გაგზავნილი ყველა არასარესტავრაციო ნივთი ეროვნულ მუზეუმს პირვანდელ მდგომარეობაში დაუბრუნდა. მუზეუმი ექსპონატების სრულ ანგარიშს წლის ბოლოს წარადგენს და დამთვალიერებელს საშუალება ექნება ვანის უნიკალური ნივთების სამშობლოში ნახოს.